სტრასბურგში დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იხსნება. საქართველოს დელეგაცია თეატრო ლუკიანის ხელმძღვანელობით 29 იანვრის ჩათვლით არაერთ შეხვედრას გამართავს. პარალელურად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს ოპოზიცია. ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ აქ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ძალიან ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს იმისთვის, რომ აქაური ასამბლეა დაარწმუნოს იმაში, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს ასამბლეაზე დაშვებული. ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას ვაპირებთ ზუსტად ისე, როგორც თანამშრომლობდით თითქმის 3 ათეული წლის განმავლობაში და რომ არავითარ სადამსჯელო ღონისძიებას საქართველოს წინააღმდეგ ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოს და მისი დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით არ დაეთანხმება და არ შეეგუება. ქართული დელეგაცია აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და როგორც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არის ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულში აქტიური მონაწილეობა და საქართველოს დელეგაცია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მნიშვნელოვანი წვლილით ამ ორგანიზაციის ფარგლებში. კონკრეტული არგუმენტებით წარვდგებით დღეს დებატების დროს ევროპელი კოლეგების წინაშე სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ეს იქნას შესაბამისად მიღებული და კონკრეტული გადაწყვეტილებაც სწორედ ამ სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნებოდეს. პარლამენტო ასამბლეაში სტრასბურგში, სადაც ხვდებით ეროვნულ დელეგაციებს, ასევე გვაქვს შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებში, სადაც დეტალურად ვაცნობთ ინფორმაციას წევრებს ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის რეპრესიების შესახებ, ინფორმაციას ნაცემი, დაკავებული ნაწამები ადამიანების შესახებ, რათა სწორედ ამ ფაქტებზე დაფუძნებით მიიღონ გადაწყვეტილებები წევრებმა არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმ ორ მოთხოვნასთან მიმართებით, რაც აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას, ახალი არჩევნების და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გამოშვების შესახებ. გვექნება მოხსენება ალდეს ფრაქციაზე, სადაც ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, გაყალბებულ არჩევნებზე, ადამიანების პოლიტიკური ნიშნის დაპატიმრებაზე, ცემაზე და არადამიანურ მოპყრობაზე, რასაც ადგილი აქვს ქართული ოცნების თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან და რაც მთავარია გამოსავალზე, რომ ერთ-ერთი გამოსავალი არის პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ განთავისუფლება და არჩევნების რაც შეიძლება სწრაფად დანიშვნა იმისთვის, რომ ეს უმძიმესი კოლაფსური კრიზისი, რის სადამდეც მიიყვანა ქვეყანა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, დამშვიდეს, დაწყნარდეს და საქართველოს გააგრძელოს დემოკრატიული სვლა ევროპული მიმართულებით.